ჩემი სახელია გიორგი თედიაშვილი, ვარ 22 წლის საგარეჯოდან. ბავშვობა გავატარე საგარეჯოში. საგარეჯო არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი 7 ადგილი, რომელიც ასოცირდება მშობლიურ გარემოსთან და ჩემი ბავშვობის მოგონებით. დაახლოებით 14-15 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მუსიკა, რომელიც მიტაცებს და ყველაზე ახლოს არის ჩემთან, არის ჯაზი და ამის შემდეგ დაიწყო ჩემ ცხოვრებაში მუსიკალური ძიების პერიოდი. აღმოვაჩინე სხვადასხვა მუსიკოსები, ვეძებდი მუსიკას, რომელიც უფრო მეტად გამიტაცებდა და გადავწყვიტე, რომ დაუფლებოდი ჯაზ ვოკალის ხელოვნებას. ბოლო წლების განმავლობაში ილიაონის მუსიკის ცენტრის ეგიდით გამართულ არაერთ მუსიკალურ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა როგორც ჯაზ ვოკალისტმა. Voice-ში მოვედი, იმიტომ რომ მიმეღო ახალი გამოცდილება. ამ კონკურსზე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი და, რომელსაც უნდა რომ ყველაზე მეტად უნდა რომ მივაღწიო წარმატებას. The shadow of your smile when you are gone will color all my dreams and light the dawn. Look into my eyes, my love, and see all the lovely things you are to me. A whisper little star was far to teardrops kiss your lips, and so they die. Spring, oh, the joy that love can bring. I will be remembering the shadow of your smile. Baby, 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 in the day, baby, baby, I will be the shadow of your smile, საყვარელო შენი სახელი? გიორგი თედიაშვილი. რამდენი წლის ხარ? 22. აი, შემოწყვილ, ისეთი ხავერდოვანი ხმა გაქვს, ისეთი კარგი ხარ. რაღაცა მომენატრა ეხა მე ჩემი სამყარო დაქვეყანა და აი წამიყვანე იქ. ძალიან დიდი მადლობა. კაი სასრულება იყო გიოსო. ვაიმე, იმენა საქათმეში შეპარულა მელასავით მიადეკი მაგბიჯ ნუცა. აი ესე ჯაბუდაი საქათმეში შეპარვა ცოტა აი მადლობა ნახვამდის. ნახშურს მამა ნუ. სულაც არ მშურს. მე რა გითხარი რა უნდა უთხრა? პირველივე ბგერები ისეთ ბილად, ისეთ კვილად აიღე, მოდი მოგილოცო, გამარჯობა. რასაც სიამოვნოა, რომ შენ უკვე ხარ Voice-ში. მაყოფილი ხარ? მეტნაკლებად, რა ვიცი, ძალიან აღელვებული ვიყავი და კარგად ვერ მისმოდა ჩემი ხმა აღელვებიდან გამომდინარე. სამაგიროდ ნუცამ გაიგო შენი ხმა კარგად და პირველივე ბგერებიდან ვიცოდი, რომ ნუცა წაგიყვანდა აუცილებლად თავის გუნდში. გილოცავ ამ წარმატებას და აბა გაგაცილებ და შევხვდებით ისევ რა თქმა უნდა Voice-ში იმედზე.